განსაკუთრებით საინტერესოა ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რამაც ბოლო პერიოდში ახალი დინამიკა შეიძინა. გავიხსენოთ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა 2019 წელს ტეხასის შტატში, ჰიუსტონში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთვის გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიღება, რაც კი შეერთებულ შტატებში ოდესმე უცხოელი ლიდერისათვის ყოფილა. 50,000-ზე მეტმა ადამიანმა მთელი სტადიონი გადაავსო ინდური კულტურის აღსანიშნავად და პრემიერ მოდისთან და პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად. ამ ღონისძიებას კი ჰაუდი მოდის, ანუ გამარჯობა მოდის სახელით იცნობენ. მომდევნო წელს ტრამპის საპასუხო ვიზიტით ინდოეთში გაემგზავრა ნამასტე ტრამპის ღონისძიებაზე, სადაც კიდევ უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა. ეს უმაღლესი დონის დიპლომატიური ვიზიტები კი ხაზს უსვამდა ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესებზე ორივე ქვეყნის მხრიდან. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეკონომიკური მიმართულებით. ინდოეთში ბოლო პერიოდში წარმოებისა და ექსპორტის ბუმია. ინდოეთის ამბიციაა გადაიქცეს მსოფლიო წარმოების განუყოფელ ნაწილად. შეერთებული შტატები კი ინდოეთის პროდუქციისა და სერვისების ყველაზე მსხვილი მყიდველია. როგორც ამ გრაფზე ხედავთ, ინდოეთის ექსპორტი შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის მანძილზე გაორმაგებულია. ამავდროულად, ინდოეთიც მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისათვის და არა მხოლოდ მისი ბირთვული მარაგების ან ეკონომიკური პოტენციალის გამო, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ინდოეთი და შეერთებული შტატები იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად არიან 4-მხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები, რომელსაც ხშირად ქვადის სახელით მოიხსენიებენ. ეს ალიანსი 2007 წელს შეიქმნა, რათა 2004 წლის ინდოეთის ოკეანეში მომხდარ დამანგრეველ ცუნამის მსგავს კატაკლიზმებთან ერთობლივად ებრძოლათ მომავალში. თუმცა ამას მოყვა ერთობლივი ბალაგარის სამხედრო საზღვაო წვრთნები, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციის მიზნად ბევრი ჩინეთის მზარდი გავლენების დაბალანსებას მიიჩნევდა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის არეალში. ჩინეთთან მიმართებით დიპლომატიური გაურკვევლობის ფონზე 2008 წელს ავსტრალია გამოიყო ამ შეთანხმებას, თუმცა 2017 წელს ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას ავსტრალია ისევ შეუერთდა ამ გაერთიანებას. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადისას მიღწეული ეს პროგრესი კი მისი მეორე ვადისას კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.